ვფიქრობ, რომ ასეთივე პრინციპული საკითხი არის თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობა, იმიტომ რომ თუ ეს რომელიმე ამ განსაკუთრებით ამ 4 პარტიიდან გულისხმობ, რომელიმემ გადაწყვიტა რომ მიიღებს მონაწილეობას, ნიშნავს რომ წყალში ჩაიყარა ყველაფერი ის, რასაც აქამდე აკეთებდა მინიმუმ მისი პარტია და საბოლოოდ ალბათ შედეგობრივად მაინც მგონია რომ კრახით დასრულდება ამ ასეთი პოლიტიკური პარტიისთვის მისი კარიერაც და ამ მომრჩევლების რაოდენობაც ალბათ კიდევ უფრო შეუმცირდება, თუმცა ოცნებას გაუკეთებს იმ მნიშვნელოვან საქმეს, რაზეც წეღან საუბრობდით. შევაჯამებ იმით, რომ ვითხოვთ ახალ არჩევნებს და მას შემდეგ, რაც განთავისუფლდება პოლიტიკური პატიმრები და არც ერთი პოლიტიკური პატიმარი აღარ ეყოლება ჩვენს ქვეყანას. ამის შემდეგ სწორედ ისეთი არჩევნები, რომელიც რეალურად ასახავს ამომრჩევლის ნებას და ესე იქნება დაკომპლექტებული პარლამენტის შემდეგ მთავრობა და სასამართლო ხელისუფლებაც, რითაც